მოგვითხარი, რა საქმიანობს ორთოდონტი? ორთოდონტია დღეს არის ყველაზე პოპულარული დარგი სტომატოლოგიაში. სტომატოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტების თითქმის 60-70% ირჩევს ორთოდონტობას. ბრეკეტები აფუჭებენ სახის რკალს, ზოგადად ვიზუალს. ოლგა, ეგ ცოტა რთული და კომპლექსური შეკითხვაა. ყველა უნდა გაისწოროს? ხალები უფრო მიდრეკილი ვართ. არასწორმა თანკბელვამ შეიძლება ძალიან დიდი პრობლემები შეუქმნას პაციენტის მთლიანობაში ჯანმრთელობას. ბრუქსიზმზეც შეგვიძლია ალბათ ვისაუბროთ. რბილი ქსოვილების კარკასი არის ჩვენი ჩონჩხი. მაშინ მიუინგი რა არის? ყველაზე ნაკლები მნიშვნელობა მიაქციეთ ფას, კბილების ამოღებით. ყველა დანარჩენ კბილს უფრო მეტი სარგებელი ადგება, ვიდრე ამისი შენარჩუნებით. ინოვაციებს რა შეახლებს ელოდები შენ მომავალი 10 წლის მანძილზე? ცოტა რთული კითხვაა, არა. მაგრამ როგორ ფიქრობ, რა შეიცვლება? ანუ ექიმი აღარ იქნება საჭირო. ექიმი საბედნიეროდ ფიქრობ, რომ ექიმი ყოველთვის იქნება საჭირო. მეგობრებო, მოგესალმებით. ჩემი სახელი არის ოლგა და ეს არის ჩვენი სტომატოლოგიური პოდკასტის რიგით მე-5 ეპიზოდი. და რა მინდა გითხრათ, იცით, თავდაპირველად ყველა ჩვენი პოდკასტის მიზანი იყო გვესაუბრა პროფესიულ სტომატოლოგიურ საკითხებზე, ესე ვთქვათ, სამედიცინო ტერმინოლოგიით. თუმცა უკვე კავშირმა, კომენტარებმა, გამოცდილებამ აჩვენა, რომ სასურველია ან საჭიროა უფრო მეტი აქცენტი გაკეთდეს საზოგადოებაში პოპულარულ თემებზე. შესაბამისად, ჩვენი ბოლო ეპიზოდები ამ მიმართულებით მეტად დაიხვეწა. და მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ძალიან საინტერესო სტუმარი ყავს დღეს. დღევანდელი ჩვენი სტუმარი არის ექიმი ორთოდონტი ნინო ბერიძე, ასევე გახლავთ კლინიკის ხელმძღვანელი და ბავშვთა სტომატოლოგიური პირველი ბავშვთა და ჯერჯერობით მგონი ერთადერთი ბავშვთა სტომატოლოგიური ასოციაციის დამფუძნებელი. თუმცა ნინო, სანამ გადავალთ ესე ვთქვათ ორთოდონტიულ თემებზე, მინდა რომ ერთი ნაბიჯი უკან გადავდგათ და მინდა გკითხო, როგორ დაიწყე ორთოდონტია და რას ურჩევდი დამწყებ ორთოდონტებს? მოგესალმები ოლგა, პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა, ჩემთვის საინტერესო გამოცდილებაა, პირველი პოდკასტია. რაც შეეხება ორთოდონტიას, რატომ გადავწყვიტე ორთოდონტობა? როდესაც ვამთავრებდი სტომატოლოგიურ ფაკულტეტს, მქონდა ფიქრობდი ორი გზით წასვლაზე. არჩევანი უნდა გამეკეთებინა ან ორთოდონტიაზე, ან ორთოპედიაზე. ზოგადად ყოველთვის ჩემ თავს ვუსახავ რაღაცა რთულ ამოცანებს და ყველაზე რთული რაც არის, იქითკენ მივდივარ. ჩემთვის ეს არის საინტერესო და იმ მომენტში წარმოიდგინე დავამთავრე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი 2000 წელს და ორთოდონტია მაშინ იყო ყველაზე ნაკლებად განვითარებული. ბრეკეტები თითოეულა იყო თბილისში, რა ვისაც ეკეთა და ამიტომ ეს იყო რაღაცა ბურუსით მოცული ცალკე განხრა და მინდოდა რომ უფრო უკეთ შემესწავლა და დამინახა რა შესაძლებლობები აქვს რეალურად ორთოდონტიას და ამიტომ გადავწყვიტე ორთოდონტობა. და მაშინ რა იყო? ბრეკეტები თუ არ იყო, როგორ მაშინ იყო ძირითადად მოსახსნელი ფირფიტოვანი აპარატები, მე წავედი, გავიარე 2 წლიანი ორდინატურა და აი იქ მე გავიარე რუსეთში, ეს ჩემი განათლება მივიღე იქ და მინდა გითხრა, რომ ძალიან გამიმართლა იმაში, რომ მყავდა სუპერ ხელმძღვანელი, სუპერ თიმთან მოვხდი და დილის 9-დან 9-მდე ჯერ ვიყავი კათედრაზე, 9-დან 3-მდე და 3-დან 9-მდე ვიყავი ჩემს ხელმძღვანელთან კერძო კლინიკაში და აი ეს 2 წელი იყო ნონ-სტოპ რეჟიმი, რაღაცა თან იმდენი ახალი, ძალიან საინტერესო, ძალიან რთული ამავდროულად, მაგრამ ამ 2 წელში რაღაცნაირად შევძელი ის, რომ ჩამოვედი საკმაოდ თვითდაჯერებული უკვე იმაში, რომ რასაც დავიწყებდი, მეტნაკლებად ვიცოდი და უკვე შემეძლო პაციენტების თამამად მიღება. დღეს ხომ ორთოდონტია ბევრად უფრო მეტად განვითარებულია, განათლებაც ესე ვთქვათ ხელმისაწვდომია და მაშინ რას ურჩევ დამწყებ ორთოდონტს? ორთოდონტია დღეს არის ყველაზე პოპულარული დარგი სტომატოლოგიაში. მე ვიცი, ჩემი ლექტორებისგან გადმოცემით, რომ დღეს აი სტომატოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტების თითქმის 60-70% ირჩევს ორთოდონტობას. დღეს ბევრი თერაპევტი გადის გადამზადებას და უნდათ ორთოდონტიის ლიცენზიის აღება. და დამწყებ ორთოდონტებს ურჩევდი ძალიან დიდ ნებისყოფას, შრომის სიყვარულს, იმიტომ
იმიტომ რომ ამის გარეშე ძალიან რთული დარგია რეალურად ორთოდონტია არ არის მარტივი მიმართულება. მე ვფიქრობ, რომ ყველაზე რთული დარგია, იმიტომ რომ ექიმმა წინასწარ უნდა გათვალოს ყველა ნაბიჯი, რაც მას გასავლელი აქვს 2 წლინახევრის განმავლობაში. ეს არის კომპლექსური მიდგომა, ყველა დარგი უნდა იცოდეს ორთოდონტმა. ეს არ არის მხოლოდ ორთოდონტია, უნდა იცოდეს თერაპია, ქირურგია, ორთოპედია და უნდა შეძლოს ამ პაციენტის სწორად კურირება. ასე რომ ძალიან დიდი ცოდნაა საჭირო. პირველი თეორიული ცოდნა, ეს არის ფუნდამენტი, რაზეც უნდა დაიწყოს ახალმა ორთოდონტმა შენება და განვითარება. და ამ ფუნდამენტზე უკვე ძალიან დიდი შრომა, ოლგა, შრომა ახალ დამთავრებულ ექიმებს გვეჩქარება ხოლმე პაციენტის მიღების სწრაფად დაწყება და რეალურად ეს ჯობია ცოტა გადაავადოთ თუ გექნებათ შანსი მოხვდით კარგ ორთოდონტებთან, უასისტენტეთ, მიიღეთ გამოცდილება, რაც შეიძლება ბევრი და მერე ნელ-ნელა დაიწყეთ საკუთარი кейსების დაგროვება. ძალიან ბევრი ცოდნა ჭირდება ამ დარგს და ვურჩევდი, რომ ყველაზე დიდი ინვესტიცია ჩადონ საკუთარ განათლებაში. ეს არის ყველაზე მაგარი ინვესტიცია. მე სულ ვეუბნები ჩემს ექიმებს, ჩვენ სტუდენტებს, რომ საკუთარ თავში ჩადეთ ყველაზე დიდი თანხა, იმიტომ რომ ეს არის ფასდაუდებელი ინვესტიცია, რომელიც აუცილებლად ამართლებს. ხშირ შემთხვევაში ამართლებს. რომ არა ორთოდონტია, რომელ პროფესიას შეარჩევთ? ზოგადად ექიმობას გულისხმობ. რა ზოგადად ზოგი ოცნებობს, არა ვიცი. მსახიობი უნდა რომ გახდეს ზოგი. არა, მე ესე იგი ბავშვობიდან რაღაცნაირად დედამისე შთამაგონა, დედის გავლენა იყო ჩემთან ძალიან დიდი, რომ მე ექიმობის გარდა ვერც წარმომედგინა საერთოდ არც მიფიქრია სხვა მიმართულებაზე. ორთოდონტობა და სტომატოლოგობა ცოტა გვიან მოვიდა ჩემამდე, რომ ეს მიმართულება მინდოდა, მაგრამ ზუსტად ვიცოდი, რომ უნდა ყოფილიყავი ექიმი. ოკეი. მოდი 2 სიტყვით გითხარი. რას საქმიანობს ორთოდონტი? ორთოდონტის საქმიანობა ძალიან საინტერესოა. პირველი რასაც აკეთებს ორთოდონტია, ზოგადად ორთოდონტია სწავლობს ყვავილთა სისტემის და თანკბილვის განვითარებას, ანომალიებს, ახდენს მათ დიაგნოსტირებას და მკურნალობას. ასე რომ ორთოდონტმა უნდა შეისწავლოს პაციენტი კომპლექსურად, უნდა შეისწავლოს ყველა მიმართულებით, რატომ განუვითარდა ეს პრობლემა, როგორ შეუძლია გადაჭრას მას ეს გზები და მკურნალობის მეთოდებიდან აირჩიოს საუკეთესო ვარიანტი იმისთვის, რომ მისი შედეგი იყოს წარმატებული. ასე რომ ორთოდონტებს ყველაზე საინტერესო ჩვენს მიმართულებაში ის არის, რომ ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს დაგეგმარებას, როგორ დააგეგმარებ შენ პაციენტს, როგორ ჩაატარებ კვლევებს, რას დაინახავ ამ კვლევების დროს და მე როგორ დაგეგმავ და როგორ წარმართავ მკურნალობას. ასე რომ ორთოდონტია ზოგადად ძალიან დინამიური დარგია და ძალიან ბევრი საინტერესო кейსებია ყოველდღიურ პრაქტიკაში ჩვენთან. მაშინ, როდესაც პაციენტს გონია, რომ ორთოდონტი მხოლოდ ასწავლებს კბილებს. ხლად ეგრეც არ ყოფილა. არა, ორთოდონტი სწავლობს მთლიანად ადამიანს. ფაქტია, ხე ითვლება, რომ ორთოდონტმა უნდა შეაფასოს ხერხემლის პოზიციაც კი, იმიტომ რომ თანკბილვაც ერთ-ერთი საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ნაწილია და როდესაც პაციენტს აქვს რაღაცა პრობლემები, ხერხემლის პრობლემა, აუცილებლად იქ თანკბილვის პრობლემა და პირიქით. ასე რომ ეს ყველაფერი კომპლექსური. კი, ასეა. ეს ყველაფერი კომპლექსურია და ორთოდონტმა მარტო კბილების დგომას არ უნდა შეხედოს, ანუ უნდა დაინახოს სახის მიმართებაში რა პარამეტრები გვაქვს, უნდა შეაფასოს პაროდონტის ქსოვილი, ძლოვანი ქსოვილი, ზრდის ტიპი როგორი აქვს პაციენტს და ასე შემდეგ. ძალიან ბევრი რამე იმისთვის, რომ მის სახისთვის და მის ინდივიდუალურობისთვის მიიღოს საუკეთესო შედეგი. ესე რომ ცალკე აღებული მხოლოდ სწორი კბილები ყველა პაციენტს არ უხდება. გააჩნია რას როგორ გააკეთებს ექიმი. არის ეს თუ არა გნათოლოგია? რაზეც შენ გნათოლოგია არის შედარებით ახალი მიმართულება. გნათოლოგია ეს არის საფეთქე დარგი სტომატოლოგიაში, რომელიც სწავლობს საფეთქელ ქვედაყბის სახსრის დისფუნქციებს, მათ ეტიოლოგიას, დიაგნოსტიკას და მკურნალობას. მე როდესაც ვიწყებდი ამ პროფესიით მუშაობას, მაშინ ძალიან თითოეულა პაციენტი იყო, ვინც იტყოდა, რომ რაღაც სახსარი მიდგაცუნებს, პირის გაღების დროს კაცუნი მაქვს, დისკომფორტი მაქვს. სამწუხაროდ ამ პაციენტების რაოდენობა ძალიან მოიმატა, ოლგა.
სტრესი. პირველი ეტიოლოგიური ფაქტორი არის სტრესი. გართულებებიც, ანუ ეტიოლოგიური ზუსტად შესწავლილი დღემდე არ არის საფეთქელ ქვედაღბის სახსრის პათოლოგიების ეტიოლოგია რა შეიძლება იყოს, მაგრამ ყველაზე ხშირი ფაქტორი ეს არის სტრესი. და სამწუხაროდ ქალები ვართ, ქალებთან უფრო ჰორმონალურ ბალანსს აქვს მნიშვნელობა და ქალები უფრო მიდრეკილი ვართ საფეთქელ ქვედაღბის სახსრის დისფუნქციისგან, ვიდრე კაცები. სტრესთანაც ხო იგივე მიმართებაში ვართ, ანუ ქალები უფრო ემოციური ადამიანები ვართ და შესაბამისად ჩვენი ორგანიზმი რეაგირებს უფრო მეტად ვიდრე კაცებთან. და რატო არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი? თანკბილვაც ითვლება ერთ-ერთ მნიშვნელოვან ეტიოლოგიურ ფაქტორად და როდესაც არ არის სწორი შეთანასოვნება, კონტაქტები კბილებს შორის, ძალიან ხშირად იტვირთება საფეთქელ ქვედაღბის სახსარი. არასწორად გამოდის კუნთები მწყობრიდან, იწყება მათი უფრო მეტი მუშაობა, ვიდრე უნდა მუშაობდეს და პაციენტს აღენიშნება ბევრი კლინიკური პრობლემა, თავის ტკივილებით, კაცუნი პირის გაღების შეზღუდვა, ვერ ჭამენ მაგარ საკვებს, აქვთ თავის ტკივილები, კისრის ტკივილები. ანუ ეს ძალიან კომპლექსური ცვეთა, პაროდონტის პრობლემები და ასე შემდეგ. გამოდის თუ არა, რომ ამ შემთხვევაში, როდესაც ტკივილი ან კაცუნი აწუხებს პაციენტს, პირველი ვისაც უნდა მიმართოს არის ორთოდონტი. პირველი უნდა მიმართოს გნათოლოგს. გნათოლოგი შეიძლება იყოს ორთოდონტი და გნათოლოგი შეიძლება იყოს ორთოპედიც. ძირითადად ეს ორი დარგი მართავს ამ პრობლემას. ჩვენთან კლინიკაში ძირითადად ვართ ორთოდონტები, გნათოლოგები და როდესაც პაციენტს აღინიშნება საფეთქელ ქვედაღბის სახსრის პრობლემები, პირველ რიგში ვიკვლევთ კვლევას ვიწყებთ ამით და მკურნალობაც ჯერ იწყება ამ პრობლემის მოწესრიგებით. და მე გადავდივართ უკვე ორთოდონტიულ მკურნალობას. იმიტომ რომ ორთოდონტიულმა მკურნალობამ შეიძლება გაართულოს საფეთქელ ქვედაღბის სახსრის დისფუნქცია, ხელი შეგვიშალოს და მკურნალობის ხანგრძლივობა ძალიან გაიზარდოს. ამიტომ თავიდან პირველი ამას უნდა მივაქციოთ ყურადღება. და როდესაც ვსაუბრობთ თანკბილვაზე, ოკლუზიაზე, ყველამ უნდა გაისწოროს? არა. იმიტომ რომ ძალიან ბევრს აღენიშნება ეს თქვა სოფლიოში. არა, მე ვთვლი რომ არა, ოლგა. მე საერთოდ ვხუმრობ ხოლმე ამ თემაზე, იმიტომ რომ ეს ხშირია ორთოდონტების სტატისტიკა ესეთია, როდესაც ხარ ახალგაზრდა ექიმი, მაშინ გინდა რომ ყველა პაციენტს კბილები გაუსწორო. ყველა პაციენტს კბილი გაუსწორო. მე გამოცდილებას იღებ და ნელ-ნელა ხვდები რომ რაღაცებს ხელი უნდა მოკიდო, რაღაცებს ჯობია რომ არ მოკიდო ხელი. რაც დრო გადის, რისკებს აფასებ უფრო უკეთესად, ვიდრე იმ benefits, რასაც პაციენტს მოუტან ორთოდონტიული მკურნალობით. ამიტომ ორთოდონტიულ მკურნალობას თავისი ბევრი რისკები აქვს. და უბრალოდ მე პირადად ვთვლი, რომ უბრალოდ ერთი კბილის დგომისთვის დანარჩენი ყველაფერი თუ წესრიგში აქვს და პაციენტს ეს ესთეტიურად არ აწუხებს, ასეთ სიტუაციაში შეიძლება არც გაისწოროს პაციენტმა კბილები და ასე შემდეგ. ბევრი რაღაცა ნიუანსია, ესე აპრიორი არ ვთვლი, რომ 100%-ით ყველამ უნდა გაისწოროს კბილები. არა, ეს არის შესაძლებელი. ამავდროულად იძახე, რომ თანკბილვას საკმაოდ დიდი გავლენა თუნდაც მაგას ვამბობ, ეს არის მე ვამბობ, აი მსუბუქი რაღაცა დგომის ანომალია, ისეთი რაც მის ჯანმრთელობაზე ზეგავლენას არ ახდენს. თორე არასწორმა თანკბილვამ შეიძლება ძალიან დიდი პრობლემები შეუქმნას პაციენტის მთლიანობაში ჯანმრთელობას. ბრუქსიზმზეც შეგვიძლია ალბათ ვისაუბროთ. ბრუქსიზმის ეტიოლოგიაც აი ესეთი ცოტა ბურუსით მოცული თემაა. ანუ ბრუქსიზმი შეიძლება იყოს ბავშვებშიც, ბრუქსიზმი არის დიდებში უფრო ხშირად. ბავშვებში კბილების კრაჭუნია. ბრუქსიზმი ეს არის კბილების კრაჭუნი და ძირითადად დღეც ახასიათებთ ხოლმე, მაგრამ ძირითადად ეს არის ძილის დროს ღამე. ბავშვებში არის ესეთი გავრცელებული მითი, ალბათ შენც გაგიგია, რომ ჭიებთან არის ასოცირებული. ბევრი მშობელი აღნიშნავს, რომ რაღაცა უშვებენ ამ კვლევებზე. მაგრამ რეალობა ის არის, რომ თითქმის არ აქვს კავშირი ამასთან და ზოგადად ფიზიოლოგიურადაც კი ითვლება ბავშვებში კრაჭუნი კბილების, ანუ 10 წლამდე, 11 წლამდე, სანამ მუდმივი თანკბილვა ჩამოყალიბდება, როგორც წესი, ზიანის მომტანი არ არის ბავშვისთვის. ანუ ეს შეიძლება იყოს სტრესის მიზეზი. ბავშვები ხშირად ისტრესებიან სკოლაში, ბაღში, გარემო, შეიძლება ოჯახშიც რაღაცა ისეთი სოციუმი აქვთ ხომ? და ეს არის სტრესის გამოვლინება, ისინი თავისუფლდებიან ესე სტრესისგან. ასე რომ დადებითიც აქვს ამას ბავშვებში შეიძლება ითქვას. და დიდებს რაც შეეხება, დიდებში უკვე ბევრი მიზეზი შეიძლება იყოს ოლგა ბრუქსიზმის. ერთ-ერთი ხშირია სუნთქვის პრობლემები. მინდოდა მეთქვა სხვათა შორის მეკითხა. სუნთქვის პრობლემები. ხშირად პაციენტს ისეთი ჩონჩხოვანი ანომალია აქვს, როდესაც ძილის
ძილისმიერი აპნოე აქვს განვითარებული, პატარა ქვედაღბა აქვს და ძილის დროს ქვედაღბა ჰორიზონტალურ მდგომარეობაში ქვედაღბა კიდევ უკან გადადის და მთლიანად ახდენს ბლოკირებას სასუნთქი გზების. ამიტომ პაციენტი ინსტინქტიურად იწყებს ქვედაღბის წინ მოძრაობას, რომ მან შეძლო სუნთქვა და ესეთი მუდმივი მოძრაობებით, ანუ ეს ვითარდება ხო, ესეთი ერთ-ერთი მიზეზი არის ძილისმიერი აპნოე. მოდი ვთქვათ აპნოე რა არის? ძალიან მარტივად. აპნოე ეს არის, როდესაც პაციენტი ნორმალურად ვერ სუნთქავს. ანუ სუნთქვის პრობლემა აქვს ძილის დროს, სასუნთქის გზების დახშობის გამო ხდება სუნთქვის პრობლემები. ამის მიზეზი არის სასუნთქი გზების შევიწროვება ხშირად და ამის მიზეზი შეიძლება იყოს პატარა ქვედაღბა, უკან მდებარე ქვედაღბა და ხშირად ორთოგნათიური ქირურგიაა ხოლმე ოლგა რეკომენდირებული იმისთვის, რომ მარტო ესთეტიკისთვის კი არა, ქვედაღბის წინ პოზიციის ქვედაღბა რო წინ პოზიციონირდეს. აი ამ თემასაც მაშინ შევეხოთ. რა არის ეს? ქირურგია. ორთოგნათიული ქირურგია ეს არის ყბების პლასტიკა, მარტივად რომ ვთქვათ, არსებობს ცხვირის პლასტიკა, ყველაფრის პლასტიკა და ეს არის ქირურგია, რომელიც მოიცავს ზედა და ქვედაღბის პლასტიკას. ჩვენ ორთოდონტებს ყოველთვის არ შეგვიძლია განსაკუთრებით დიდ პაციენტებში იდეალურად დავაკორექტიროთ ყბების ზომები, ხო? ეს უკვე ანატომია ინდივიდუალური, როდესაც ვთქვათ, გენეტიკურად მას აქვს ძალიან დიდი ქვედაღბა, ან მას აქვს პირიქით ძალიან პატარა ქვედაღბა და ამ შემთხვევაში ერთი მიზეზია ზუსტად ეს ჯამრთელობა, როდესაც არის ძილისმიერი აპნოე, ისე რომ პაციენტს იმდენად მცირე რაოდენობით მიეწოდება სუნთქვის დროს ჟანგბადი, რომ არსებობს რისკი მისი ჯამრთელობის თან სერიოზული. ამ შემთხვევაში პირდაპირ ჩვენებაა, რომ მან უნდა გაიგეთოს ორთოგნათიური ქირურგია და ქვედაღბის წინ გაზრდა მოხდეს მოცულობაში და წინ წამოწევა და გათავისუფლდეს სასუნთქი გზები. ამასთან ერთად ესთეტიკა ძალიან ხშირად შეიძლება აპნოე არ აქვს, მაგრამ ესთეტიურად ეხა ვიცით ყველას, რომ ძალიან მოდაშია, კარგად გამოხატული ქვედაღბა, ანჯელინა ჯოლის ქვედაღბა, ქვედაღბის კუთხე, მამაკაცებშიც და ქალებშიც სხვათა შორის, ხო, ესეთი რაღაცა ცოტა მეზიალური თანკბილვისკენ განვითარებული ქვედაღბა, ეხა ძალიან ტრენდულია და ამისთვის ეს ძალიან მოსწონთ, როგორც შედაღნიშნე მამაკაცებს, ისე ქალებს და ყოველთვის ამის მიღწევა მხოლოდ ორთოდონტიული მკურნალობით შესაძლებელი არ არის. ვინაიდან სილამაზეზე ვსაუბრობთ, კითხვა მინდა დაგისვა. ბრეკეტები აფუჭებენ სახის რკალს, ზოგადად ვიზუალს. არის მითი რომ აგრძელებს, უფრო გამხდარია. არა, ეხა ნახეთ. ოლგა, ეგ ცოტა რთული და კომპლექსური შეკითხვაა, ხო? ბრეკეტები, როდესაც კი ბრეკეტებს აქვს თავისი გართულება, მაგრამ როდის გრძელდება სახე ბრეკეტების შემდეგ, როდესაც წინასწარ არ არის დაგეგმარებული სწორად მკურნალობის მეთოდები. ანუ ბრეკეტები ძალიან ხშირად გადაადგილება, ანუ ბიომექანიკას აქ დიდი მნიშვნელობა ექიმი როგორ დაგეგმოს მკურნალობას. ზუსტად ამიტომ გჭირდება ცეფალომეტრიული კვლევა, ანუ კვლევა თავის ქალის პროფილის რაკურსით, იმისთვის რომ შევაფასოთ, ამ პაციენტს შემცირებული აქვს სახის ქვედა მესამედი, ნორმალური აქვს თუ გაზრდილი აქვს და ჩვენ ისეთი ტექნიკებით უნდა ვიმუშაოთ ამ დროს, ან შევამციროთ ქვედა მესამედი, რომ პირიქით არ დაუგრძელდეს სახე, ან როდესაც თქვათ ღრმა თანკბილოა და შემცირებულია ქვედა მესამედი, გავსარდოთ სახის ქვედა მესამედი იმისთვის რომ მივიღოთ არა მარტო სწორი კბილები, ესთეტიკურად არამედ მივიღოთ სახის ჰარმონიაც, ასაკობრივად სულ სხვა შედეგს ვღებულობთ მე განსაკუთრებით დიდებში. როდესაც ღრმა თანკბილოს ვაკორექტირებთ, შესაბამისად ესეთი ანტი-ეიჯ ეფექტსაც ვღებულობთ. ეს ძალიან საინტერესო თემა, იმიტომ რომ ორთოდონტია ასოცირდება ამ ანტი-ეიჯ კოსმეტოლოგიასთან და ზოგადად ანტი-ეიჯ რუტინასთან და შეუძლია პაციენტს ეს ვთქვათ 10 წლით გაიახალგაზრდოს. კი, ახალგაზრდა. ეხლა ხო ქალებშიც და კაცებშიც ძალიან აქტუალურია ეს კოსმეტოლოგიური პროცედურები იმისთვის რომ ჩვენი ახალგაზრდული იერი შევინარჩუნოთ, მაგრამ რბილი ქსოვილების კარკასი არის ჩვენი ჩონჩხი, ხო? ჩვენი კბილები, თანკბილვა და როდესაც ეს არის დარღვეული, ოლგა, რაც არ უნდა ფილერი გავიკეთოთ, რაც არ უნდა ბოტოქსი გავიკეთოთ, ნაოჭები უფრო ადრე გამოგვეხატება და ასაკობრივად იმაზე ადრე დავბერდებით, ვიდრე ეს შეეფერება კონკრეტულ ადამიანს. ამიტომ
ამიტომ არის მნიშვნელოვანი მაგალითად თანკბილვის კორექცია სწორად იმისთვის რომ ეს პაციენტი ისეთი კარკასი შევუქმნათ რბილ ქსოვილებს რომ ის რაც ნაოჭები რაც შეიძლება უფრო ნაკლებად გამოგვახატოს. ამ შემთხვევაში კოსმეტოლოგთან ერთად მუშაობთ თუ ნუ ჩვენების მიხედვით ხო რა თქმა უნდა ჩვენი მკურნალობა ხო ხანგრძლივია ეს ხო არ არის რამოდენიმე თვე შეიძლება გაგრძელდეს 2 წელი 2 წელიწადნახევარი შეიძლება რთული ანომალიები 3 წელიც ხო ამიტომ თუ პაციენტს არანაირი შეზღუდვა არ არის ჩვეულებრივი კოსმეტოლოგიური პროცედურების მაგრამ პაციენტები თვითონ ხედავენ რომ აორთოდონტიული მკურნალობის შემდეგ დიდები მათი სახის კონფიგურაცია შეიცვალა გაუმჯობესდა და ამის მერე უკვე კოსმეტოლოგების შედეგიც გაცილებით უკეთესია ვიდრე მანამდე ასე რომ უკვე ეს ინფორმაცია აქვთ კოსმეტოლოგებს მეტნაკლებად და ისინი თვითონვე გზავნიან პაციენტებს იმიტომ რომ ხედავენ რომ ამ პაციენტს გამოხატული რაღაცა ტუჩის ნიკაპ ტუჩის ნაოჭი აქვს და ეს ღარიბა ეს ჩავარდნილი აქვს ესე იგი ზედაყბა არ არის განვითარებული და აი ჩვენ რა შეგვიძლია გავაკეთოთ ასეთ სიტუაციებში აუცილებლად ვაფასებთ ხოლმე და შედეგი არის ძალიან კარგი. მაშინ მიუინგი რა არის? მიუინგი არის ვარჯიში, ეს არის სახის კუნთების ვარჯიში, მაგრამ რეალური ეხა მიუინგი არის ასეთი მოდაში განსაკუთრებით ბიჭებში, იმისთვის რომ ქვედაყბის სახის კონფიგურაცია შეეცვალოთ, ხო, ეს ჯოლაინი იყოს კარგი. რეალურად მიუინგი არის სახის ტუჩის ირგვლივი კუნთების და ენის კუნთის ვარჯიში და ამ ვარჯიშებს ბავშვებს ხშირად უნიშნავენ იმისთვის რომ აი მაგალითად სუნთქვის პრობლემების დროს პირის ირგვლივი კუნთები მოდუნებულია და ეს პირღიაობა აქვს პაციენტს და კუნთები ტონუსში რომ მოვიყვანოთ ამისთვის ბავშვებს ენიშნებათ ენის პოზიცია ხოლმე ხშირად არასწორი რაც არასწორად იწვევს სახის ზედა და ქვედაყბის განვითარებას და ამ დროსაც ენის პოზიციის ვარჯიშები ეს არის მიუინგი მაგალითად რომ ასწავლოთ პაციენტს როგორ მოათავსოს ენა სწორად ეს ტრენდული მიუინგი რაც ახლა ზოგადად აქტუალურია ეს უკვე დიდებშია პოპულარული და მაგრამ მინდა უთხრა პაციენტები ხშირად მეკითხებიან კარგია მიუინგი და გადაჭარბებული მიუინგმა შეიძლება საფეთქო ქვედაყბის სახსარს მიაყენოს ზიანის რომ ძალიან გათამამდებიან მიუინგით. მთლად კარგი რეკომენდაციები ამ ხრივ არ არის. ოკეი, დაუბრუნდეთ ბრეკეტებს. როგორი ბრეკეტები არსებობს? ბრეკეტები არსებობს. მეტალის, გამჭვირვალე, მეტალ შორისაც და გამჭვირვალე შორისაც არის სტანდარტული თვითლიგირებადი, არის ლინგვალური ბრეკეტები. თუმცა ლინგვალური ბრეკეტები ცოტა ნაკლებად აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც ელაინერები შემოვიდა არსენალში. რომ ბრეკეტები ბევრნაირი არსებობს. ყველაზე კარგად. ხშირად კითხულობენ ხოლმე პაციენტები ჯგუფებში რომელი ბრეკეტები მუშაობს კარგად. ბრეკეტები ყველა ნებისმიერი რომელიც არის კარგი ხარისხიანი ბრენდისგან წარმოებული ყველა მუშაობს კარგად. კარგი ექიმის ხელში. ანუ სულ მინდა ხოლმე რომ დავაკომენტარო. ნუ ეძებთ ბრეკეტები არასწორებს კბილებს. ანუ ექიმმა უნდა დაგიგეგმოთ და ექიმმა უნდა წარმართოს თქვენი მკურნალობა. ასე რომ შეარჩიეთ კარგი ექიმი. როგორ შევარჩიოთ? ოკეი, პაციენტი ვარ. როგორ უნდა შევარჩიო? შენ თვითონ აღნიშნე რომ ორთოდონტია გახდა ძალიან პოპულარული, ძალიან ბევრი ექიმი უკვე გადის ეს ვთქვათ ამ სწავლებას და ხდება ორთოდონტია. ამ შემთხვევაში გამოდის რომ ძალიან ბევრი ექიმი ორთოდონტია. ძალიან ბევრი. როგორ შევარჩიოთ კარგი ორთოდონტი? ზოგადად ორთოდონტიაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გამოცდილებას. ანუ ექიმს ყველა სამწუხაროდ ჩვენი კარიერის პირველ ეტაპზე გვიწევს რაღაცა შეცდომების დაშვება, რაღაცა გამოცდილებების მიღება. რაც უფრო გამოცდილია ექიმი, მაინც მას ეს გამოცდილება აძლევს საშუალებას, რომ უკეთესად დაგეგმოს თავისი кейსები. ყურადღება უნდა მიაქციოთ ექიმის განათლებას. განათლება არის ძალიან მნიშვნელოვანი, როგორი განათლება აქვს ამ ექიმს და ყველაზე ნაკლები მნიშვნელობა მიაქციეთ ფას, იმიტომ რომ ჩვენ ეხლა ჩვენს კლინიკაში მაგალითად უფრო მეტი პროცენტულობით ყავს პაციენტები, რომელთანაც გვიწევს მკურნალობის ხელახალი დაგეგმარება. ანუ გართულებული кейსების მართვა, იმიტომ რომ ეს არის ბევრი გართულება და ეს ექიმაც უნდა იცოდეს, ექიმაც უნდა მიაწოდოს ინფორმაცია ამ რაღაცა რისკების შესახებ პაციენტს და რა თქმა უნდა თქვენ უნდა გსიამოვნებდეთ ამ ადამიანს კონსულტაციას რო გაივლით, უნდა გსიამოვნებდეთ ამ ადამიანთან ურთიერთობაც, იმიტომ რომ ჩვენი ურთიერთობა არ მთავრდება ორ
2 წლის განმავლობაში და ეს გრძელდება საკმაოდ დიდ ხანს. რა თქმა უნდა, ეს მეგობრის რეკომენდაცია, ან ყველაფერს აქვს მნიშვნელობა, ოლგა. მთავარია ფასნუ გაეკიდებიან და ძალიან იაფიანს ნუ მოძებნიან, მოძებნონ კარგი ექიმი და კარგი ექიმს ნუ ყველა კრიტერიუმით თავისი მახასიათებლები აქვს, ხო? სოციმედიას ვენდოთ? მკურნალობამდე და მკურნალობის შემდეგ ფოტოებს. კი, რატომაც არა. შეიძლება. გართულებებზე საუბრობდი და რა ყველაზე ხშირი გართულება ბრეკეტებით მკურნალობისას? პირველი ყველაზე ხშირი ეს არის კარიესები, მრავლობითი კარიესები, არასათანადო ჰიგიენის დროს. ბრეკეტების ორთოდონტიული მკურნალობის პროცესში პირველი დავალება, რაც პაციენტს აქვს ჩვენგან, ეს არის კარგი ჰიგიენა. ანუ კარგად უნდა მოუაროს პირის დროს. სამწუხაროდ ამ პრობლემას ხშირად ვაწყდებით თინეიჯერებში, რომელთაც ჰიგიენა ეზარებათ, არც ისეთი მარტივია, ასე შემდეგ და ვიღებთ შედეგებსაც, იმიტომ რომ ბავშვებში და თინეიჯერებში კარიესიც ვითარდება უფრო სწრაფად ვიდრე დიდებში და შედეგებიც მალევე ჩანს პირის ღრუში. პირველი არის კარიესები. მეორე არის ყველაზე ნაკლებად რაც ინფორმაციაც აქვთ პაციენტებს, ეს არის კბილის ფესვების დამოკლება, მაგალითად, რეზორბცია კბილების ფესვების. რეზორბცია ესეც ნორმალური მოვლენაა რეალურად, ანუ ითვლება რომ სადღაც 1/3 რეზორბცია დასაშვებია ორთოდონტიულ მკურნალობის პროცესში, იმიტომ რომ ეს არის ფესვის რეაქცია მიმართულ ძალაზე, რასაც განვავითარებთ ჩვენ ორთოდონტები. და ფესვები თავისი ანატომიით შეიძლება მიდრეკილნი იყვნენ რეზორბციისკენ ან პირიქით. ჩვენ ვიცით, რომელი ფესვია უფრო, თქვათ, სუსტი და უფრო მეტ დატვირთვას რომელი გაუძლებს და ასე შემდეგ. ხშირად გვხდება პაციენტები უკვე დამოკლებული ფესვებით, ან უკვე ჩატარებული ორთოდონტიული მკურნალობის დროს ისეთი სიტუაცია აქვს, რომ ჩვენ ვეღარ ვაგრძელებთ მკურნალობას. ასე რომ ეს არის უფრო რთული გართულება, კარიეს დაიბჟენ, მოიწესრიგებთ, მაგრამ ფესვი ეს არის ის, რაც ინარჩუნებს კბილის გრძელვადიან ყოფნას პირის ღრუში. და გრძელების რეცესიაც? გრძელების რეცესიაც შესაბამისად, გრძელების რეცესიაც ხშირია. ძალიან ხშირად ძვლის ბიოტიპი არის თხელი. ზოგადად კავკასიის რეგიონში ჩვენი ძვლის ბიოტიპი არის თხელი. ტომოგრაფია, 3D ტომოგრაფიას იმისთვის ვიღებთ, ოლგა, რომ შევაფასოთ ჩვენი არეალი კბილის ფესვის მოძრაობის. ანუ რამდენად შეგვიძლია კბილის გადაადგილება. ხშირად ხდება თხელი ძვალი და თხელი ძვალი, როდესაც არის ჩვენი მოძრაობებით შესაბამისად უფრო შეზღუდულია. ამიტომ ეს რისკებიც არსებობს, რომ მერე რეცესიები განვითარდეს კი. არსებობს რისკი საფეთქო ქვედაყბის სახსრის პრობლემების პროვოცირების, განვითარების და ასე შემდეგ. ძირითადად ეს არის გართულება. ძირითადად ეს არის კი. რა ასაკში უნდა მოვიდეს შენთან პაციენტი? 5-6 წლის ასაკში. 5-6 ჩვენ ვეუბნებით, რომ როდესაც არა მარტო ჩვენ ეს მსოფლიო გაიდლაინებით ესია, როდესაც პირველი კბილი ამოეჭრება პაციენტს მუდმივ კბილზეა საუბარი, მაშინ უნდა მიმართოს ორთოდონტს კონსულტაციაზე და ამ დროს ორთოდონტი აფასებს როგორ ვითარდება ბავშვის კბილები. კბილების დგომა იმდენად მნიშვნელოვანი არ არის, რამდენად განვითარებულია ზედაღბა, ქვედაღბა და როგორი პერსპექტივა აქვს, რომელი ანომალიის განვითარება შეიძლება მოხდეს, ჩვენ წინასწარ შეგვიძლია შევაფასოთ. ჩვენ რამდენადაც ვიცით, დღეს ჩვენი მოსახლეობა, ჩვენ ყველა უფრო მეტად მივეჩვიეთ რბილ საკვებს, მათ შორის ბავშვები. როგორ მოქმედებს ეს თანკბილოზე? რბილი საკვები, ხო, ფასტფუდებიც თუნდაც. ძალიან ცუდად მოქმედებს, იმის გამო, რომ ბავშვები არიან დაბლენდერებულ საკვებზე, მათი ყბა, კბილთა სისტემა ოლგა ისე ვერ ვითარდება. როდესაც არ მუშაობს აღეჯი მუსკულატურა, ძვალიც ისე ვერ ვითარდება. ამიტომ ძალიან ხშირია, რომ ზუსტად ეს კბილთა მჭიდრო დგომა, იმიტომ ვითარდება, რომ არ მუშაობს სწორად მისი აღეჯი კუნთები. ანუ ღეჭვა არის ძალიან მნიშვნელოვანი და რაც უფრო მალე გადაიყვანთ თქვენ შვილს შედარებით მაგარ საკვებზე და მიაჩვევთ ღეჭვას, მით უფრო სარგებელი ექნება მის ყბაკბილთა სისტემას და ის იქნება უფრო განვითარებული. ღეჭვა არის ძალიან მნიშვნელოვანი. კბილთა მჭიდრო დგომა ახსენე. ცუდია ხომ ეს? კბილთა მჭიდრო დგომას ბევრი პრობლემების განვითარება შეუძლია. კი, ცუდია. კბილთა მჭიდრო დგომა, ოლგა, ბავშვებსაც კი აქვს სარძევე თანკბილოში. აი ეს მოდის მშობელი და გეუბნება, რომ აი ხა რაც მუდმივი კბილები სამოსვლა დაიწყო, აი მერე დაგვეწყობ, მანამდე ქონდა ყველაფერი სივრცეები არ არის. იმიტომ რომ სივრცეები არ არის, იმიტომ რომ სარძევე კბილი მუდმივი კბილისგან განსხვავებით ორჯერ პატარაა ზომაში და წარმოიდგინეთ, რამხელა სივრცე ჭირდება
ჭირდება მუდმივ კბილს იმისთვის რომ ის ამოვიდეს და მისი სრულფასო განკუთვნილი ადგილი დაიკავოს კბილთა რკალში. და ამას ვაფასებთ, რამდენად განვითარებულია და ძალიან ხშირად ჩვენ გვჭირდება დახმარება ბავშვთა ორთოდონტიის მისია ზუსტად ეს არის, რომ დავეხმაროთ ყბებს სწორად განვითარებაში იმისთვის რომ ჩამოყალიბდეს ნორმალური თანკბილვა და ამოვიდეს მუდმივი კბილები კბილთა რკალში სრულფასოვნად. საჭირო ამ შემთხვევაში და ზოგადად საჭიროა კბილის ამოღება. მე ვფიქრობ ერთ-ერთი პოპულარული კითხვა ეს არის. მივედი ექიმთან, ექიმი მეუბნება რომ კიდევ წავიდე ქირურგთან და ქირურგი შესაბამისად უკვე ექსტრაქციაზე უშვებს პაციენტს ესე რომ ვთქვათ. ხშირად ხდება რომ გჭირდება მუდმივი კბილების ექსტრაქცია. ხშირად არის ხომ ეს ლექციები ტარდება თემაზე რომ როგორ გავასწოროთ კბილები, ის ძალიან პოპულარულია და კარგად იყიდება ესეთი ლექციები ორთოდონტებში კბილების ამოღების გარეშე როგორ მივახციოთ შედეგს. მაგრამ იქაც მიდიან იქამდე რომ მაშინ უნდა ამოიღოთ სიბრძნის კბილები ჩანასახში. ან იღებთ სიბრძნის კბილებს, ან ხშირად ვიღებთ სხვა კბილებს. ეს არის ძირითადად მე-4 ან მე-5 კბილები დამოკიდებულია როგორი ანომალია აქვს პაციენტს და მაინც გამოდის რომ რაღაცის ამოღება გვჭირდება ოლგა და როდესაც საჭიროა მე პაციენტს ვუხსნი რომ ამ კბილების ამოღებით ყველა დანარჩენ კბილს უფრო მეტი სარგებელი აედგება ვიდრე ამისი შენარჩუნებით და თანკბილოც უკეთესი ექნება ესთეტიკაც უკეთესი ექნება ამიტომ როდესაც ექიმი დარწმუნებულია იმაში რომ რაღაცა სწორად აკეთებს ამ ინფორმაციის მიწოდება ხდება სწორად და პაციენტიც იღებს ბუნებრივად ნორმალურ გადაწყვეტილებას. რამე კითხო კიდევ ბრეკეტებით მკურნალობის დროს პაციენტი თვეში ერთხელ დაახლოებით მოდის კორექციაზე. კი. თუ თქვათ დააგვიანა, თქვათ ვერ მოახერხა, ამ შემთხვევაში პაციენტმა რა უნდა გააკეთოს? ან მოსძვრა ეს ბრეკეტი. და ვერ მოდის. აი თვითლიგირებადი ბრეკეტების უპირატესობა ის არის, რომ პაციენტები მოდიან უფრო იშვიათად, სადღაც თვენახევარში, 2 თვეში ერთხელ. სტანდარტული არის თვეში ერთხელ ვიზიტი. როდესაც პაციენტს ძრება ბრეკეტი, ან უბრალოდ ვიზიტი უვარდება ხშირად, აი ვერ ახერხებს მოსვლას, ამ დროს მკურნალობა ხანგრძლივდება. ანუ ჩვენ თუ გქონდათ დაგეგმილი 2 წელი, ის უფრო მეტ ხანს გრძელდება და თუ მომძრალი აქვს ბრეკეტი და თან ცოტა დიდ ხანს მოუწია მომძრალი ბრეკეტით ყოფნა, ამ შემთხვევაში, როდესაც ჩვენ ხელახლა ვაფიქსირებთ კბილზე ბრეკეტს, გვიწევს უკან რკალზე დაბრუნება. ანუ უკან ბრუნდებით, მინიმუმ 1 ნაბიჯით უკან და ეს შესაბამისად მთლიანობაში ძალიან აგრძელებს მკურნალობის ხანგრძლივობას. ნინო, მოგეხსენება ჩვენი პოდკასტების დროს ყოველთვის არის სტუმარი. ჩვენ დღეს ყავს ნინო მუთიაშვილი, მე ვიდეოს გაჩვენებ, მას აქვს კითხვა და სხვათაშორის საინტერესო კითხვა, იმიტომ რომ ელაინერებზე მივდივართ ნელ-ნელა და მე გაჩვენე ეს ვიდეო. გამარჯობა, ქალბატონო ნინო, მე ვარ ნინო და ძალიან დიდი ყურადღებით ვადევნებ თვალს თქვენს საქმიანობას. და მე როგორც პაციენტს ბევრი მსმენია ინვიზალაინის კაპებზე და მაქვს რამდენიმე შეკითხვა. პირველი ეს არის თუ მე შემიძლია მსგავს კბილების გასწორება და ასევე მაინტერესებს თუ არის რაიმე ისეთი მითი ელაინერებზე, რაც ყველა სიმართლე გონია და ასე არ არის. მადლობა. ელაინერებით მკურნალობა შეუძლია აბსოლუტურად ყველა პაციენტს. დაწყებული ბავშვობიდან ასაკი შეზღუდული არ არის. კარგად იცი ოლგა შენ, როდესაც ჩვენ ვიწყებდით თავიდან ელაინერებით მუშაობის დაწყებას, მე საკმაოდ სკეპტიკურად ვიყავი ამ სისტემის მიმართ განწყობილი, მაგრამ შედეგებმა აჩვენა, რომ არის ფანტასტიკური სისტემა. მე პირადად ძალიან მომწონს. პაციენტებსაც სიამოვნებით გადავიდოდი მთლიანად ელაინერებით მკურნალობაზე, იმიტომ რომ როგორც პაციენტს, ისე ექიმს ბევრ ბენეფიტს აძლევს ელაინერი და გააჩნია თანკბილვას რამდენი ხანი დაჭირდება ელაინერებით მკურნალობას, ხო? სხვადასხვა ანომალიებს სხვადასხვა დროს ჭირდებათ, მაგრამ არის ანომალიები, რომელსაც ელაინერები უკეთესად უმკლავდებიან, უფრო სწრაფად ვიდრე ბრეკეტ სისტემები და განსაკუთრებით დიდებისთვის არის ძალიან მარტივი და კომფორტული მთლიანობაში ელაინერებით მკურნალობის პროცესი. ჩვენთან ვიზიტები ელაინერების დროს არის ძალიან იშვიათი. ანუ პაციენტი ზოგავს დროს, პაციენტი ზოგავს ენერგიას და მისი მკურნალობის რეჟიმი არის უფრო მარტივი, ვიდრე ბევრ ნაკლებ დისკომფორტთან დაკავშირებული, ვიდრე ბრეკეტ სისტემების დროს. და საბოლოო ჯამში ეს 1 წელი ისე სწრაფად გაირბენს ხოლმე, რომ პაციენტი სულ ნანახი ყავს, შეიძლება 4-5 ჯერ და უკვე ვასრულებთ მკურნალობას. ეს რომ ძალიან კარგი სისტემაა და ყველაზე მაგარი რაც აქვს ამ სისტემას არის ის, რომ ხელოვნური
ინტელექტი გვეხმარება უფრო უკეთესად დავგეგმოთ ჩვენი кейსები. წინასწარ ვნახოთ ზუსტად რაზეც აქამდე მქონდა საუბარი, რომ რა გადაადგილებები შეგვიძლია პირდაპირ პაციენტიც ნახულობს და ჩვენც ვნახულობთ, რა ლიმიტები გვაქვს, როგორი მკურნალობა იქნება უკეთესი, ასე რომ სისტემა მე ვთვლი, რომ დიდებისთვის არის ძალიან კარგი. მე რამოდენიმე კითხვა მაქვს ინვიზალაინთან დაკავშირებით, თუმცა უნდა აღვნიშნო, უნდა ვთქვა, საქართველოში პირველი ქართველი პაციენტი ვიყავი მე, ვინც იმკურნალა ინვიზალაინით და შენც მოგიხსენება, ხშირად მიწევს ხან კონგრესებზე, სიარული, ზოგადად საზოგადოებაში ხშირად ვარ. ამის გარდა ჭამაც მიყვარს, კინოში სიარული მიყვარს და კინოში რომ მიდიხარ და პოპკორნის garaში არ გამოდის არც ერთი სეანსი. ბრეკეტებს როცა ატარებ პაციენტი, მე ვფიქრობ, რომ საკმაოდ რთულია ის ამბავი, ჭამის ამბავი, ჰიგიენის ამბავი, მაშინ როდესაც ელაინერები მოიხსენი, ჭამე, გაიკეთე. და მინდა ეს ვთქვათ, ყველა პაციენტს ურჩიო, რომ საკუთარ ექიმთან ერთად განიხილონ ინვიზალაინის ელაინერები აუცილებლად. მოკლედ რომ შევაჯამოთ, რა სიხშირით მოდის პაციენტი? ძირითადად სამთვეში ერთხელ. სამთვეში ერთხელ, თუმცა მე მყავს პაციენტები, ზუსტად ეს არის, რომ დღევანდელი რეჟიმი ყველას ისეთი დატვირთული გვაქვს, ყველა დავფრინავთ კონფერენციებზეც, გვიწევს ბევრი მოგზაურობა და ასე შემდეგ და ეს სისტემა იძლევა იმის საშუალებას, რომ თქვენი ვიზიტები იყოს ძალიან იშვიათი. მე მყავს პაციენტები უკვე უშვებ 5, შეიძლება 6 თვით და დინამიკაში საერთოდ არ ცხოვრობენ საქართველოში. ბევრი ესეთი პაციენტი ყავს, რომელიც ჩამოდიან ზუსტად ჩვენი ვიზიტებისთვის და ეს ვიზიტებიც აქვს ძალიან იშვიათი, ასე რომ დიდებისთვის ძალიან კომფორტულია ეს სისტემა. დღეში რამდენი საათი უნდა იკეთოს პაციენტს? 20-22 საათი. 20-22 საათი. ეს არც ისე ცოტა, გამოდის, რომ პაციენტი იხსნის მხოლოდ კვების დროს, მერე იხეხავს კბილებს და იკეთებს ისევ ელაინერებს. და მკურნალობის პერიოდი უფრო შემცირებულია ბრეკეტებთან შედარებით? ზოგ ანომალიებში შემცირებულია. კი, ეხა უკვე საკმაოდ 2020-ში ავიღეთ ჩვენ პირველი ლიცენზირება, მაშინ გავიარეთ და უკვე დაგროვდა პაციენტები ეს რაოდენობა და ზუსტად შემიძლია ვთქვა, რომ რომელს ანომალიის დროს უფრო სწრაფი იქნება ელაინერები ვიდრე ბრეკეტები, ან რა ბენეფიტები აქვს ელაინერებს ამ პაციენტთან მკურნალობის დროს, ან მოღება არ დაგჭირდება კბილების მაგალითად ელაინერებით მკურნალობის დროს უფრო მარტივი იქნება და ეს რუტინა შერაც ახსენე ოლგა ზუსტად რომ კვების რეჟიმი არ ეზღუდებათ მიირთმევენ რასაც უნდათ კომფორტი ვიზუალურად მოსწონთ ძალიან ასე რომ დიდები აი ჩემი გამოცდილებით ყველა დიდი პაციენტი არის ბედნიერი რომ აირჩია ეს. თუმცა რახან აქცენტს აკეთებ დიდებზე, მინდა გითხოვ პატარებზე, რამდენადაც ვიცი, პატარებსაც თუნდაც 6 წლიდან შეიძლება, კი 6 წლიდან შეიძლება და პატარებთან, ზოგადად პაციენტებთან პრობლემა, მთავარი პრობლემა ელაინერებით მკურნალობის არის სისტემურობა. თუ უკვე ვთქვით, რომ 20-22 საათი უნდა ატაროს. ბავშვებს ეს ცოტა უჭირთ. ეზარებათ, ავიწყდებათ ხშირად და ხან აი ესე გამოდის, რომ მშობლებს უწევთ ბავშვებზე უფრო მეტი კონცენტრაციის დახარჯვა, იმიტომ რომ გაიკეთე ელაინერები, ხო არ დაგრჩა, გაიკეთე, ასე შემდეგ. და აი ცოტა პრობლემურია ქართველ ბავშვებთან ამას ვიტყოდი, თორე ჩვენ ყავს უცხოელი ბავშვები, რომლებსაც რასაც ეთყვი და როგორც ეთყვი, აკეთებენ და შვენივრად მიდის ეს მკურნალობის პროცესი, მაგრამ ამიტომ სწორად შეარჩიო პაციენტი ბრეკეტ სისტემისთვის და ელაინერებისთვის, იმიტომ რომ ეს სისტემა, რასაც ჭირდება კონტროლი და ეს თუ ჩაგივარდება და ეს იქნება სისტემატიურად ხშირი ჩავარდნა, სისტემა ესე აღარ იმუშავებს, ისე არ იმუშავებს, როგორც დაგეგმილი იყო მანამდე. ნინო, რამდენადაც ვიცი, შენს კლინიკაში არის 2 ძალიან მაგარი აპარატი. ეს არის პირის ღრუს სკანერი. აიტერო, რომელიც ვიცი, რომ ამერიკაში არის ყველაზე გაყიდვადი და რის თქმა მინდა. ამ სკანერებს მე როგორც ხვდები, აქვს ესეთი ფუნქცია, როდესაც პაციენტი მოდის, ექიმი დაუსკანირებს პირის ღრუს და პაციენტი დაახლოებით 2-3 წუთში ხედავს მის საბოლოო შედეგს, თანაც როგორ ხედავს, არა მხოლოდ თქვათ კბილებს, როგორი ქონდა და როგორი აქვს და როგორი ექნება. არამედ სრული სახის ვიზუალიზაცია, სხვა სიტყვებით რომ თქვათ, მე ვარ აი ესეთი კბილებით, გავხდები ლამაზი და სხვა ეს თქვათ უფრო ლამაზი თანკბილვით. თუმცა ამის გარდა კიდევ ერთი კითხვა მაქვს მე შენთან. ამ სისტემას აქვს
პროგნოზირებადი, ასე ვთქვათ, შედეგი, კლინჩეკი. ანუ პაციენტი ხედავს საკუთარ საბოლოო შედეგს და თითქოს უფრო მოტივირებულია მოტივაცია იმატებს ეს შედეგი, ვიდრე ბრეკეტებით. ესეა თუ არა? ესეა. პირველი მოტივაცია ჩემი ამ სკანერის ყიდვის ზუსტად ეს იყო, რომ პაციენტ შეეძლო უკვე შედეგის ნახვა, როგორი იქნებოდა მისი თანკბილვა მკურნალობის შემდეგ. დღეს ჩვენ უკვე ვასკანერებთ ფაქტიურად ყველა პაციენტს და რაც შევიძინეთ მეორე სკანერი აიტერო ელემენტ 5D, რომელსაც აქვს კიდე ფუნქცია, წინა სკანერსაც ჰქონდა ეს ფუნქცია კარიესის დეტექციის და ამასაც აქვს ეს ფუნქცია და უკეთესად ხედავს ეს სკანერი კიდე და ვიზუალიზაცია არის ძალიან მამოტივირებელი, არა მარტო ორთოდონტიული მკურნალობის, არამედ იმის თუ მაგალითად არ ჩანს ხოლმე ხშირად საკონტაქტო კბილების საკონტაქტო მიდამოში კარიესი და ამ დასკანერებით უკვე ჩვენი თერაპევტები ნახულობენ სადმე კარიესი ხო არა აქვს პაციენტს, ჩვენც ვნახულობთ ისე რომ რენტგენოლოგიური კვლევა ამას არ ჭირდება. მხოლოდ დასკანერების საშუალებით შესაძლებელია დავინახოთ ფარული კარიესები, რაც ესე პირის ღრუში შეიძლება ვერ შევამჩნიოთ. ეს არის ძალიან მაგარი ფუნქცია ამ სკანერის პირველი. მერე უკვე ის რომ სახეზე შეგვიძლია დავინახოთ როგორი ღიმილი გვექნება, ეს რა თქმა უნდა ყველასთვის ძალიან მაგარია და მამოტივირებელია რომ დაიწყოს მერე ორთოდონტიული მკურნალობა. კარიეზე მინდა გკითხო, ანუ გამოდის რომ რენტგენს პაციენტი არ საჭიროებს, ზედმეტი დასხივება არ არის საჭირო და შესაძლებელია სკანირებით დავინახოთ კარიესები, რაც განსაკუთრებით კბილთაშორის რაც ესე ვიზუალურად შეფასება ცოტა რთულია. ორთოდონტიულ პაციენტებს თითქმის მაინც უწევთ, თითქმის ყველას უწევს რენტგენოლოგია, ორთოპანტომოგრამის გადაღება, მაგრამ არ არის აუცილებელი, შეიძლება მხოლოდ დასკანერებით დავინახოთ ჩვენ პაციენტებს საკონტაქტო მიდამოში აქ კარიესი თუ არა, რაც ზუსტად ამ მიზნით იღებენ ხოლმე პატარა დენტალურ რენტგენებს, იმისთვის რომ კონტაქტი შეამოწმონ, რა სიღრმის არის კარიესი. და ამ დროს ჩვენ გვაქვს ეს ბენეფიტი, რომ ექიმმა ერთი დასკანერებით მთელი პირის ჯანმრთელობა გამოსხივების გარეშე ექიმმა შეაფასოს ამ პაციენტს რა აქვს გასაკეთებელი და დაგეგმოს მისი მკურნალობა. და ამის გარდა პაციენტი ხედავს საკუთარ ღიმილს და შეუძლია თითო ელაინერის, თითო კაპის, თქვენ შეგიძლიათ თუ რა გაუზიაროთ ეს ვთქვათ მკურნალობის გეგმა პაციენტს, რომ პაციენტი იყოს მეტად მოტივირებული ხედავდეს საბოლოო ვიზიარებთ ხოლმე. თუ პაციენტს აქვს ძირითადად ვაჩვენებთ, როდესაც მოდიან ისინი მკურნალობის გეგმას, როდესაც ვუხსნით პაციენტებს, მაშინ ვაჩვენებთ ხოლმე ამ კლინჩეკსაც. მაგრამ თუ პაციენტს სურვილი აქვს, აუცილებლად ექსპორტი ხდება ამ ფაილის და ვაზიარებთ ნებისმიერ პაციენტთან შეიძლება ამისი გაზიარება და უყურებენ, რომ მიიღონ გადაწყვეტილება უნდათ და მოსწონთ. ზოგჯერ არის რომ თუნდაც იგი ერთი და იგივე პაციენტის მკურნალობა ოლიგა სხვადასხვანაირად დაიგეგმოს, უფრო სწრაფად, მაგალითად IPR-ის გამოყენებით, ანუ სეპარაციების გამოყენებით და უფრო გრძელვადიანი უფრო ხანგრძლივი მკურნალობა იყოს, თქვა, კბილების უკან გადანაცვლებით და ასე შემდეგ და მე პაციენტს ვუხსნი ამ ორივე გეგმა მაქვს, ორივე ვიზუალიზაცია გვაქვს ამ დროს და პაციენტს ვუხსნი მოკლე გეგმა მოიცავს ამას და ცოტა დიდი ხანგრძლივი გეგმა მოიცავს ამდენ ელაინერს, ამ ხელა მკურნალობას და ერთად ვიღებთ ხოლმე გადაწყვეტილებას, როგორი მკურნალობა უნდა მას. ტკივნეულია ელაინერები? არა, აბსოლუტურად არა. ბრეკეტებზე კიდევ უფრო ნაკლები დისკომფორტი აქვს იმ პირველ დღეებში, როდესაც კეთდება ელაინერები და ძალიან სუსტი დისკომფორტია ყოველი ელაინერის გამოცვლის დროს, როდესაც განახლება ხდება ელაინერების. ბევრს დღემდე უყვარს როგორ შეიძლება, ასე ვთქვათ, ამ პლასტიკმა გასწოროს კბილები, თუმცა აგერ გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ზოგს გონია ხოლმე, რომ ეს არის ერთი პლასმასის კაპა, რომელიც მთელი მკურნალობა უნდა ატარონ. არა, აქ არის სეტი კაპების და ყოველი შეიძლება იყოს 14 კაპა, 20 კაპა, 55 კაპა და ასე შემდეგ და ყოველი კაპა იცვლება დაახლოებით 10 დღეში ერთხელ და ყოველი შემდეგი კაპა მოიცავს შემდეგ გადაადგილებას. ანუ ყველა კაპაში ჩადებულია ინფორმაცია, რომელი კბილი უნდა გადაადგილდეს. ასე რომ პროგრესი ესე ვითარდება კაპების გამოცვლით. და საკვებზე რა სიტყვის შეიძლება თუ არა ყავის დალევა, ჩაის დალევა, აბსოლუტურად ყველაფერი შეიძლება. ელაინერებით. თუ ელაინერები უნდა მოვიხსნათ და ამ შემთხვევაში ყველაფერი შეიძლება. ელაინერებით მხოლოდ წყალი, მეტი არაფერი, ხო.
ვინაიდან საუბრობთ საკმაოდ ინოვაციურ პროდუქტზე, როგორც არის ინვიზალენი, მინდა გითხო რა ინოვაციებს რა შეახლებს ელოდები შენ მომავალი 10 წლის მანძილზე. ცოტა რთული კითხვაა, მაგრამ როგორ ფიქრობ, რა შეიცვლება? რა შეიცვლება და ხელოვნური ინტელექტი ჩვენ საქმიანობაში დაიკავებს კიდევ უფრო დიდ ადგილს, ვიდრე აქამდე. ექიმი საბედნიეროდ ფიქრობ, რომ ექიმი ყოველთვის იქნება საჭირო, იმიტომ რომ ხელოვნურ ინტელექტს რაღაცების პროგნოზირება, რაღაცების გათვალისწინება არ შეუძლია ინდივიდუალურობის იმ კონკრეტული ადამიანის და ექიმი გეგმა დგება ყველა მინდა აღნიშნო, რომ ყველა ექიმს ერთნაირი გეგმა ვერ ექნება. ანუ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მოვიდა ჩემთან, სერტიფიცირებული ექიმები ხო არიან, თქვათ ინვიზალაინის. არ ნიშნავს იმას, რომ ჩემთან, სხვასთან, მესამე ექიმთან იქნება ერთნაირი გეგმა. გეგმა იქნება იმის მიხედვით, თუ ჩვენ რა მითითებებს მივცემთ ხელოვნურ ინტელექტს, მე შექმნის ამ კლინჩეკს და იმას ვუზიარებთ პაციენტს. ანუ ექიმი გეგმავს მკურნალობას და ამაში გვეხმარება ხელოვნური ინტელექტი. და დამოკიდებულია ექიმი იმაზე, თუ ექიმი რას დაგეგმავს. ასე რომ ექიმის როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი და ექიმს გვეხმარება ხელოვნური ინტელექტი, რომ კიდევ უფრო უკეთესი შედეგები მივიღოთ უფრო სწრაფ დროში. ინტერნეტში ხშირად მხდება როგორ გითხრა, რაღაც ინდივიდუალური, პირიქით, არაინდივიდუალური კაპები, რომელიც ასწორებს, არა თუ ათეთრებს, არამედ ასწორებს კბილებს. არის ერო შეხვიდე, eBay-ზე და სხვა ვებსაიტებზე პირდაპირ რეკლამის სახით, ეს ვთქვათ, ხედავ ამ კაპებს ელაინერებს, რამდენად სიმართლეს შეესაბამება ეს. შეუძლია თუ არა არაინდივიდუალურ. ნუ აი წარმოუდგენელია ოლგა, ეხლა რანაირად შეიძლება, რომ თუმცა ხო არის არაინდივიდუალური ვთქვათ მათეთრებელი სისტემები და ისინიც კი ითვლება, რომ შეიძლება საშიში იყოს პაციენტისთვის, იმიტომ რომ იქ არ არის გათვალისწინებული შეფასება პაციენტის პირის ღრუს მდგომარეობა, როგორი მინანქარი აქვს და როგორი ეფექტი ექნება ესეთ მათეთრებელს მის პირის ღრუზე. ექიმმა უნდა შეაფასოს და წარმოუდგენელია რაღაცა გასაშუალებულმა კაპებმა, როგორ შეიძლება იმუშაოს ინდივიდუალურად წარმატებით თითოეულ პაციენტზე. ნუ ვერ წარმომიდგენია, იმიტომ რომ დაგეგმილ პაციენტებთანაც კი ყოველთვის ისე არ მიდის მკურნალობა, როგორც ჩვენ გეგმავთ და არათუ რაღაცა სტანდარტ წელიწადში ეს არ შეიცვლება, არ იქნება შესაძლებელი eBay-ზე, შეხვალ Amazon-ზე. არ ვიცი რამენაირად ფოტოს გადავღებ. ევროპაშიც და ბევრგან უკვე არის ადგილები, სადაც პაციენტი მიდის, დასკანერდება და სისტემა უყეთავს უგზავნიან ელაინერებს. თუმცა იქ უკვე ევროპაში ბუმია ასეთი პაციენტის გართულებების. იმიტომ რომ არ შეიძლება ექიმის გარეშე სამედიცინო მანიპულაციის ჩატარება. ნუ დაზოგავთ თანხას ამაში, იმიტომ რომ ესეთი მკურნალობა მე გაცილებით ძვირი დაგიჩნდებათ, ვიდრე თავიდანვე რომ სწორად დაგეგმოთ. ასე რომ ჩვენი ჩართულობა ფიქრობ, რომ აუცილებელია და იქნება აუცილებელი. თუმცა ძალიან ბევრი რამე შეიძლება 10 წელიწადში, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ ყოველწლიურად ძალიან დიდ პროგრესს განიცდის მედიცინა და სტომატოლოგიის ყველა მიმართულება აბსოლუტურად და ორთოდონტია არაფრით არ ჩამორჩება პირიქით. სასწაული ნაბიჯებით და ტემპით ვითარდება. კი, ახსენე უკვე სკანერები, შეგიძლია შენი სახე, შენი კბილები და შემდეგი ეტაპი უკვე ვიდეო ემატება, ამასაც ველოდებით უკვე ვიდეოთი შეგვიძლია დავინახოთ როგორი იქნება ჩვენი ღმერთი. წარმოუდგენელი. ასე რომ 2020 წელს შენ ამას ვერ წარმოიდგენდი. ნამდვილად, და წარმოიდგინე 5 წელში რამდენი რამე შეიცვალა, ხო? და კიდე 10 წელში კი არა, 5 წელში კიდე ბევრი რამე შეიცვლება. ამითია ჩვენი დარგი ძალიან მაგარია. ორთოდონტიას აქ ძალიან დიდი დრაივი ზოგადად და თუ იქ ადამიანში არის ეს ტონუსი რა ჩადებული და მოსწონს ეს განვითარება, მაშინ ნუ აი ფანტასტიკურია. საინტერესოა. რეტინერებზე მინდა გკითხო, მე რამდენად ვხვდები როგორც ბრეკეტებით მკურნალობის შემდეგ, ასევე ელაინერების შემდეგ რეტინერები საჭიროა, რამდენი საჭიროა და რა სახშირი თუ რეტინერები აუცილებელია. თანამედროვე გაიდებით დიდ პაციენტთან რეკომენდირებულია მთელი ცხოვრება რეტინერების ტარება. თუმცა ყოველთვის ესე არ არის. გააჩნია როგორი ანომალია იყო, როგორი შედეგი მივიღეთ და ასე შემდეგ, მაგრამ დიდებში ვუწევთ რეკომენდაციას, რომ სანამ პაციენტს უნდა კონდეს სწორი და ლამაზი კბილები, მანამდე უნდა ატაროს. რატომ დიდებში? იმიტომ რომ რაც უფრო დიდია პაციენტი, მისი ყმაყმა
სიყვარულთა სისტემა მაგალითად 20 წელი რო იყო ესეთ მდგომარეობაში, ხო, რაღაცა იქ ფესვი მიჩვეულია იმ პოზიციას როგორც იდგა და ამ მიდრეკილია იქითკენ რომ უკან დაიბრუნოს ის მიმართულება და პოზიცია სადაც იყო და ამის გამყარებას ძვალში გაცილებით მეტი დრო ჭირდება ოლგა ვიდრე ბავშვისას. აი ბავშვთან მაგალითად, ბავშვთან თინეიჯერთან, როდესაც ვასრულებთ მკურნალობას, რეტენციის რეკომენდაცია ასეთია 2 წელი გაგრძელდა მკურნალობა და ახლობით 2 წელი გრძელდება რეტენცია და მე უკვე ხსნით ამ რეტეინერებსაც. მაგრამ აქ კიდე ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ხოლმე გასათვალისწინებელი ორთოდონტიული მკურნალობის მერე სიბრძნის კბილები ამოსულია თუ არა. თუ არ არის ამოსული და არის იმისი რისკი, რომ სიბრძნის კბილების ამოჭრამ არიოს თანკბილვაში ამჭიდროვას, ამ შემთხვევაში ვუტოვებ ხოლმე რეტეინერებს უფრო ხანგრძლივი პერიოდით. მაგრამ რეტეინერი არსებობს როგორც ფიქსირებადი, ასევე ფიქსირებული არსებობს მოსახსნელი და არსებობს მოუხსნელი. ხშირად უკვე ვუკეთებთ მოუხსნელსაც და მოსახსნელ რეტეინერსაც. გააჩნია ესეც თავდაპირველ ანომალიაზეა დამოკიდებული, რა სირთულის იყო. მე მაგალითად ვიკეთებ და ყოველ საღამოს, კი არა და ყოველ ღამით მძინავს რეტეინერებით, ამაში არაფერი არ არის. ჩვეულებრივი ელაინერია, ჩვეულებრივი კაპა. ორთოდონტიურ მკურნალობას ერთი იმის გარდა რომ ვიღებთ კარგ შედეგს, გვიუმჯობესდება თანკბილვა, პირის ღრუს ჯანმრთელობა, ესთეტიკა. ხო, ანუ აბსოლუტურად სხვა ადამიანები ვხვდებით. კიდე ერთი მაგარი რაღაცა მოაქვს ოლგა, ეს არის რუტინას, რომ პირის ღრუს ჰიგიენის რუტინას ვეჩვევით და ყველა ამბობს პაციენტების უმეტესობა, რომ აი მაგალითად გინდა ბრეკეტებით, გინდა ელაინერებით, რომ ეს უკვე იმდენად გამჟდარი აქვს, რომ ყველა კვების მერე კბილები უნდა მოიწეს რიგონ, რომ ამას აგრძელებენ ორთოდონტიული მკურნალობის შემდეგაც, რაც რა თქმა უნდა ძალიან სასარგებლოა კბილებისთვის და მთლიანად პირის ღრუსთვის. იმისათვის რომ ტონუსში იმყოფებოდე, რას აკეთებ? რა არის შენი ჰობი? ჰობი ძირითადად ჩემი საქმიანობა მოკლედ ისე მიყვარს ოლგა რეალურად ესეა რომ ორთოდონტიით ვარ მთლიანად მოცული მაგრამ ძალიან მიყვარს მოგზაურობა და მიყვარს ჩემ ოჯახთან ერთად და ბავშვებთან ერთად ყოფნა. ხშირად ახერხებთ? კი, ესეთი რითმია. ესეც მასთარი, ანუ ეს გაწერილია. იმიტომ რომ საქმიან დედებს გვჭირდება რომ რაღაცა დრო გამოვყოთ აუცილებლად ოჯახისთვის და ძირითადად ვამთხოვთ ხოლმე მათ არ დადეგ. ხშირად აქვთ ეს არ დადეგები და ვცდილობთ ყველა ერთად გავდიდეთ არ დადეგებზე. ანუ თქვენი ინტერესები ესე ვთქვათ ერთი მიმართულებით არის. ისე არ არის რომ ვთქვათ ერთი ძახის მე მინდა არ ვიცი მთაში მეორე ძახის სხვაში მესამე ძახის არა. აი ერთი წელი რაც უფროს გოგოსთან დაგვიწყოთ 6-17-ის ხდება ახლა რომ უკვე მეგობრებთან ურჩევნია დასვენება თუმცა ეხაც ვგეგმავთ ერთად დასვენებას. მაგრამ მას არის. კი ოჯახთან აუცილებელი რაღაცა პერიოდი მაინც. ნინო, ძალიან საინტერესო იყო. ძალიან დიდი მადლობა. მე კიდევ რაღაც კითხვების სიმართლე გითხრა მაქვს და შესაძლოა მეორე, თქვათ, ეთერზე. კი, გაგზავნა. მადლობა ძალიან დიდი. ძალიან დიდი მადლობა, ოლგა, მეც ძალიან ვისიამოვნე.